მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი საუბრის თემა ეხება ჯანმრთელობის პროცესს. საკუთარ თავზე იმ ჯანსაღ მეზე, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს. თუმცა დამოკიდებულების აქტიურ ფაზაში ყოფნის შემდეგ ეს ჩვენი ჯანსაღი მე სამწუხაროდ ძალიან არადომინანტურია, ასე რომ ვთქვათ. ასევე ვისაუბრებ დღეს იმაზე თუ რას აკეთებს გამოსავალი კონკრეტულად ამ პრობლემასთან მიმართებაში და გაგიზიარებთ ჩემს ქვევნებების მოდელს, ასე ვთქვათ, იდეეგო, სუპერეგოს მოდელს, მის კორელაციას ნეირომეცნიერებასთან. ტვინს ვერაულით დღეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტვინის უშუალო დაავადება არის ინფექცია, რომელიც ზუსტად იმიტომ რომ ტვინის კონკრეტული უბნები არიან დაზიანებული, მარტო არ შეუძლია ამის გაკეთება. რასაც თავისთავად აქვს თავის მიზეზშედეგობრივი კავშირი, იმიტომ რომ ის გონება, რომელიც მოდი უხეშად ვთქვათ, რაღაცა დავირუსებულ მდგომარეობაშია გამოსული ამ მწყობრიდან, ძალიან რთულია, რომ იმავე გონებამ როცა გაიაროს ეს უკუსვლა და გამოაღწიოს ამ წრიდან. შესაბამისად აუცილებელია, რა თქმა უნდა, დახმარების თხოვნა და აუცილებელიც არის ამის გაკეთება, რომ ადამიანი გავიდეს კონკრეტულ შედეგზე. დღეს, როგორც უკვე გითხარით, მე გავაკეთებ ესეთ დაკვირვებას, რომ უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის, თუ ზოგადად რა ხდება, რატომ ვერანებებს თავს დამოკიდებული ადამიანი რეალურად თავს და რატომ არ არის ეს ბოლომდე მისი ბრალი და აი ამ თემებს ჩავშლით სხვადასხვა პერსპექტივიდან. მე აქ მაქვს ზიგმუნდ ფროიდის ძალიან ცნობილი თეორია სუპირონებების, იდეეგო და სუპერეგო და უცებ მოგიყვებით რა კორელაციაშია ეს დამოკიდებულებასთან. როდესაც ადამიანი იბადება 0-დან 1 წლამდე არის გონება აბსოლუტურად არაცნობიერ მდგომარეობაში და ბოლომდე არის ინფორმაციის მიღებაზე, დაკვირვებაზე, რაღაცა პირველად განიცდის ემოციებს და აბსოლუტურად ავტოპილოტის მდგომარეობაშია. შემდეგ სადღაც 1 წლიდან 3 წლამდე ყალიბდება უკვე სუპერეგო და შეიძლება ასე ვთქვათ, რომ აქ უკვე შემოდის მშობლის როლი და ადამიანს, ბავშვს ასწავლიან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მორალურ ჩარჩოებს, ასწავლიან რა შეიძლება, რა არ შეიძლება და უკვე შემოდის, ასე ვთქვათ, ის ცხოვრებისეული ჩარჩოები, ხო? და 3 წლიდან 6 წლამდე უკვე ყალიბდება ეგო, რომელსაც ჩვენ საბოლოოდ მე ცხოვრების ბოლომდე ვეძახით მეს. ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, პიროვნება, რომელიც აი ამ ეტაპების შემდეგ ყალიბდება და მიყვება ცხოვრების ბოლომდე. აქ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მომენტი, რომ იდი არის სასიცოცხლო ენერგია. იდი არის საკმაოდ ძლიერი იმპულსი და ჩვენი თვით გადარჩენის მექანიზმი, ხო? ანუ პირველი სუპიროვნება, როდესაც იბადება, არის იდი, რომელიც სულ აგზავნის ტვინის სხვადასხვა უბნებთან გადარჩენის იმპულსებს. ეს იქნება შიმშილის, წყურვილის, ძილის, მარტოობის თუ ასე შემდეგ. ანუ თავიდან ადამიანი არის სულ ეგზისტენციალური საკითხების მოგვარების ამ პროცესში. შემდეგ მშობელი აწესებს ჩარჩოებს
და ნუ აქ უკვე შემოდის ლინდანო სუპერეგო არის უკვე როგორც ცნობიერი და ასევე არაცნობიერის ასე ვთქვათ მიქსია აქ უკვე იწყებს ადამიანის ცნობიერი განვითარებას ანუ აქ თვითონ შემოდის არჩევანის შესაძლებლობა და უკვე ბავშვი რაღაცებს ასე ვთქვათ იღებს გადაწყვეტილებებს უკვე რაღაცა წესებიდან რაღაცებს ითვალისწინებს ასე ვთქვათ რა ხო, ანუ იდი და ნეირომეცნიერებასთან ჩემი დაკვირვება არის პირდაპირ კავშირში. იმ კუთხით, რომ ტვინის ესეთი უბანია ამიგდალა, რომელიც ემოციურ გადარჩენაზე არის და საფრთხის იდენტიფიცირებაზე არის პასუხისმგებელი. ეს არის აი ეს ასე ვთქვათ ის დრაივერი, რომელიც ძალიან აქტიურად, ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას სუპერეგოს. სუპერეგო ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ არის რაღაცა ფილტრი ამ ინფორმაციის, რასაც იდი აგენერირებს, რასაც ეს პატარა ბავშვი აგენერირებს. და მაგალითისთვის რო გითხრათ აი ბავშვი რომ მაღაზიაში შევა და ასე დაინახავს შოკოლადს და მოუნდება შობელი ეუბნება რომ ნუ უკვე მიირთვი შოკოლადი და მოდი თავი შეიკავა ეხა და ანუ ან ხვალ ან ასე შემდეგ ან რაღაცა ხო და ნუ შესაბამისად ეს ბავშვს უწევს რაღაც დონეზე გათვალისწინება და დამორჩილება ამ წესებს ანუ იდის არ აქვს ის ფილტრი რომ მან განსაზღვროს ის რაც უნდა ის რამდენად ჯანსაღია, რამდენად სასარგებლოა, რამდენად მართლა უნდა თუ ჭირდება თუ უბრალოდ ეს იმპულსების დონეზე მოდის აი ეს სურვილები და საკმაოდ ძლიერი, ასე ვთქვათ, ემოციური იმპულსები. აქვე იდისთან კორელაციაში მაქვს მოყვანილი აკუმბენსი, ესეთი უბანი არის, რომელიც პასუხისმგებელია სიამოვნების მიღებაზე და აქ ყალიბდება აი დოფამინის ასე ვთქვათ ის მოკლედ ჯილდოს სისტემა არის სადაც ადამიანი როდესაც რაღაცას აკეთებს ამ უბანში შემდეგ გამოიყოფა დიდი რაოდენობით დოპამინი შესაბამისად ამიგდალა და აკუმბენსი ძალიან მჭიდრო კორელაციაში არიან ერთმანეთთან მაგალითისთვის რომ გითხრათ შეიძლება ჩაიაროს მაგალითად ადამიანმა პირობითად კაზინოსთან და ამ დროს აკუმბენსმა იგრძნო პოტენციური დოპამინის ჯილდო და ანუ ტრიგერია ამ შემთხვევაში ეს კაზინო მისთვის აღიქმება როგორც პოტენციური დიდი ჯილდოს შესაძლებლობა და უკვე ამიგდალა ამ სიგნალს აგზავნის ზემოთ სხვა უბნებში სუპერეგოსთან მოზარდობისას უკვე სუპერეგო თუ ბავშვობაში იყო ჩვენი მშობელი რომელიც წესებს უწესებდა და გვეუბნებოდა ის შეიძლება თუ არ შეიძლება მოზარდობაში უკვე სუპერეგოს ფენომენი ნაკლებად გულისხმობ იმას რომ მშობლის ფენომენი არ არის აქ უკვე მარტო ადამიანი უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობს და რჩება თავის გონებასთან ანუ იმ საოპერაციო სისტემასთან რაც თავის დროზე მშობლებმა იქნება თუ სხვადასხვა ინსტიტუციებმა ასწავლეს ხო რა ქუჩა მეგობრები რაღაცი მასწავლებლები და ასე შემდეგ მოკლედ სუპერეგო მარტივად რო დაიმახსოვროთ ეს არის რაღაცა წესები საოპერაციო სისტემა გონება ფილტრი ანალიტიკური უბანი სადაც ინფორმაცია რო შედის აქ ხდება ამ ყველაფრის გადამუშავება იმ ყველაფერის გათვალისწინებით თუ რა ასე ვთქვათ დატა არის უკან ხო რა მონაცემები არის უკან ანუ როგორ გაიზარდეთ რა გასწავლეს რაღაცა რა რწმუნებულებები გაქვთ რა დაჯერებები გაქვთ და ასე შემდეგ რა გამოცდილებები გაქვთ რა ტკივილები გაქვთ და ასე შემდეგ ეს არის დიდი ასე ვთქვათ რაღაცა მეხსიერება და საოპერაციო სისტემა ну რა თქმა უნდა ის იძახის რომ ეს რამდენად კარგია, ცუდია ეს ინფორმაცია ქვემოდან წამოსული, რამდენად მინდა, რამდენად მჭირდება და ასე შემდეგ. რა, მაგალითად ფილტრის ფუნქციას ასრულებს. და შესაბამისად თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადაეცემა უკვე ეგოს, რომელიც არის ამ შემთხვევაში უკვე აღმასრულებელი ფუნქციის შემსრულებელი. ეგო არის საკმაოდ ისეთი ძლიერი
ასე ვთქვათ, ენერგიის მქონე მატარებელი სუბპიროვნება, რომელსაც ხელში უჭირავს ყურადღება ადამიანის, ანუ ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანს გამოარჩევს სხვა ქმნილებებისგან და რასაც მოილაპარაკებენ იდი და სუპერეგო, რაც აქ ასე ვთქვათ, გადაწყდება, შემდეგ ეგო ასრულებს. და ის აძლევს ენერგიას ამ კონკრეტულ იდეას. მაგალითად, აქ დაგენერირდა რაღაც ასე ვთქვათ სურვილი, უნდა შენს ერთ-ერთ ასე ვთქვათ შინაგან მხარეს რაღაცა. არ ვიცი, მაგალითად რო ვთქვათ, გშია ძალიან. აი ძალიან მარტივი მაგალითია, ხო? აი ეს შიმშილის შეგრძნება სხეულში აჩენს გარკვეული დისკომფორტს, ხო, ანუ გარკვეულ ნეგატივს. შესაბამისად, ნეგატივთან გამკლავების თავდაცვის მექანიზმი აქტიურდება, რაც არის ანუ იდის მთავარი ფუნქცია და ის მისი ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ ამ ნეგატიური მდგომარეობიდან ადამიანი სასწრაფო ხერხით ყველაზე ეფექტურად და ნაკლები ენერგიის დანახარჯი გამოიყვანოს. ანუ გშია აუცილებლად დააგენერირებს ისეთ იდეას, რა ვიცი, გეტყვის, რომ წადი გამოიძახე რაღაცა ბურგერი. რატო ბურგერი? იმიტომ რომ ბურგერში უფრო მეტი დოპამინია, ვიდრე სალათის ფურცლებში პირობითად. ანუ, როდესაც ადამიანი ნეგატივშია, შეიძლება ამ ნეგატივიდან ამოსასვლელად საკმარისი არ იყოს ის კონკრეტული აქტივობა, რასაც საშუალო ემოციების რაოდენობა მოყვება, ხო? თუნდაც იგივე რაღაცა დალევის მაგრა რო გწყურია. რატომ დააგენერირებს ტვინი უფრო სივი კოკაკოლის დალევას და არა წყლის დალევას? იმიტომ რომ კოკაკოლა იმ მომენტში უფრო გისწორდება, იმ მომენტში უფრო მეტ დოპამინს გამოყოფს. და წყლის დალევა კი, კაია და რაღაც ჯანსაღია, მერე რაღაცას იგრძნობ და მერე გექნება რაღაცა შედეგი რა და უფრო ისეთი ამბავია, მაგრამ იმ მომენტში უფრო სივი კოკაკოლა უფრო, ასე ვთქვათ, კარგად წავა, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც ტვინი განიცდის ნეგატიურ ემოციებს და ჩვენი ტვინი მიდრეკილია ნეგატიური ემოციებისკენ, ეს უძველესი დროიდან ასეა, და თვითონ ემოციების შკალაზეც უმეტესი ძირითადი ემოცია არის ნეგატიური, ამოწმებს ასე ვთქვათ ამ ნარატივს და შესაბამისად გადახრა სულ არის ნეგატივისკენ, ანუ სულ შფოთია, სულ რაღაცა უკმაყოფილება, მოწყენილობა, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მოწყენილობას ვერ იტანს ადამიანი და ყველა გაურბის და რაღაცა ორი წუთი, როდესაც რჩება მარტო, ეგრევე ტელეფონს ვიღებთ და ეგრევე სტიმულაციას, ასე ვთქვათ, გვინდა ტვინისთვის, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ჯდომა არ შეგვიძლია ჩვენ თავთან, საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ეგ უფრო რაღაცა რთულია, მოსაწყენიც არის და მივეჩვიეთ იმას, რომ სულ სტიმულაციაში ვართ რა, გარე სამყაროდან, ხა იმხელა ინფორმაციები მოდის, რომ პირიქით, ანუ ზედმეტად ბევრი ინფორმაცია არის და იმის გაფილტრა გვიწევს რა არის, კარგი რა არის, უდის notification-ები მოდის, ტელეფონი არ ჩერდება, ხან რაღაცა, ხან სოციალური ქსელები მოგეთ, დაბომბილები ვართ ამ ინფორმაციით. შესაბამისად, აქაც ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ იდის კიდევ ერთხელ ვიძახი, არ აქვს ფილტრი. ის ცუდად არის, უნდა რომ სასწრაფოდ გამოგიყვანოს ამ მდგომარეობიდან. რა ვიცი, სტრესში ვარ, ან ფული მითავდება, მოთამაშის მაგალითზე რო ვთქვათ, ხო? აი წავალ ახლა ვითამაშებ და აი მე რაღაცას ვიზავ რა, აი თან twins ხო აქვს ის ფუნქცია, რომ დაიმახსოვროს რომ რაღაცა ოდესღაც დიდი ფული აქვს მოგებული და აი ის ახსოვს და იმის გამო სულ გახსენებს და გეუბნება, რომ აი რაღაცა 3 კვირის წინ ახსოვს რაღაცა პირობითად 10000 ლარი რომ მოიგი 100 ლარით. წადი ახლა და ისევ ხო გააქვს შანსი და წადი და ითამაშე რა და გიკეთებს, ასე ვთქვათ, ამ ილუზორულ мотивაციას და გაგდებს ამ დაუსრულებელ წრეში. იმიტომ რომ როდესაც ისევ მარტივ მაგალითს, ისე როდესაც გაქვს პირობითად, რა ვიცი, 10000 ლარი ვალი და ჯიბეში გიდევს, რა ვიცი, 100 ლარი, მოთამაშე აზროვნებს ესე რა, რომ ეს 100 ლარი მაინც არაფერს არ მიწვიტავს, რა ვიცი, მექნება, არ მექნება, მაინც უნდა შევჭამო, რაღაცა არაფერში დავხარჯო. წავალ რა, ამ ბილეთს დავწერე, რაღაცა სლოტებს გავათამაშებ და შანსი ხო კი, თვითონაც იცის, რომ ცოტა აქვს შანსი, მაგრამ ხო აქვს რაღაცა შანსი. და ურჩევნია, რომ რავი რა, არ წავა, არ შეჭამს იმას ბურგერს და კოკაკოლას და წავა და ბილეთს დაწერს, ამ სოლს გააკეთებს და რა თქმა უნდა წააგებს ისევ და რა თქმა უნდა მე ისევ იმიდის ამ
ვალებში და ისევ იმ ნეგატიურ ემოციებში, მაგრამ ეს არის დაუსრულებელი წრე, საიდანაც ვერ გამოდის მოთამაშე თავისით სამწუხაროდ. მაგრამ რომ გავაგრძელო ჩემი აზრი, ნახეთ, ზოგადად დამოკიდებული ადამიანის ეს სუპერეგო სისტემა არის მორღვეული. ანუ მან არ იცის როგორ გაუმკლავდეს ნეგატივს ჯანსაღად. ის მიეჩვია, ну დამოკიდებულ ადამიანზეა საუბარი რა თქმა უნდა და არა ჯანსაღზე, ის მიეჩვია სწრაფ ჯილდოს, ის მიეჩვია მძაფრ ემოციებს, როდესაც ნეგატივში ან მოწყენილი ან რაღაცა სევდაში ან ასე შემდეგ და შესაბამისად ეგეთ ქმედებებსაც აკეთებს რა, რაღაცა მოწყენილია, მძაფრი ემოცია უნდა, ხო არა, მძაფრ ემოციას რო მიყვები ქმედებაში გადაიტან და უკვე ასე ვთქვათ, პირობითად ითამაშებს, ტვინი ამას რო იმახსოვრებს, იკვალება ტვინში ისეთი ასე ვთქვათ, ნეირობიოლოგიური გზა, სადაც ამას იმახსოვრებს ის ტვინი და მე უკვე როდესაც ისევ ცუდად ხარ, გასეირნებას კი არ გეუბნება, რომ წადი გაისეირნე. რა გეუბნება, რომ წადი ითამაშე, იმიტომ რომ ის უფრო გაგისწორდება, იქ უფრო მეტ ემოციას იგრძნობ. იქ უფრო მალე გაიყუჩებ იმ ტკივილს, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ზოგადად დამოკიდებულების დეფინიციაც ეგ არის რა, ანუ ნეგატივთან და ტკივილთან გამკლავების არაჯანსაღი გზა, ხო? ანუ მარტივად რო გავაკეთოთ ამის დეფინიცია. შესაბამისად დამოკიდებული ადამიანის გონება არის, ანუ ეს საოპერაციო სისტემა, რომელიც მას უნდა ასე ვთქვათ, შეასრულოს ჯანსაღი ფილტრის და ესეთი მყარი ანალიტიკა გააკეთოს და უარი თქვას ხოლმე, ან მუხრუჭსაც ეძახიან რა აქ რა, ანუ თუ იდენტიფიკაცია გაუკეთა და თქვა რომ ეს ცუდია და დამაზარალებს, მაშინ მუხრუჭია რა და იძახის რომ არა, მე ამას არ გავატარებ ეგოსთან, მე ამას ანუ არ მივცემ ენერგიას და მოდი რა უარს ეუბნება ისე ვიდის და არ უკმაყოფილებს ამის მოთხოვნას. ეს არ ჩერდება, ყოველ დღე უნდა რაღაცა რა, ყოველ დღე აგზავნის როგორც ეგზისტენციალურ საკითხების მოგვარება, ჭამაწყვურვილი ძილი, რაღაცა ხალხთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ, არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა არაჯანსაღ ნეგატივთან გამკლავების მექანიზმებსაც, ხო, როგორებიც არის, ავიცი, აღარ ჩამოთვლი თამაში, ალკოჰოლი და თუნდაც ქიმიური ნივთიერებები. კი, რა თქმა უნდა. სუპერეგო შეიძლება ზედმეტად კაცრი იყოს არაჯანსაღად. კი, მშობლების შემთხვევაში ძირითადად არის ხოლმე ზედმეტად მკაცრი დამსჯელი მშობელი, რომელიც არ არის რა თქმა უნდა კარგი და ამის შემთხვევა, ანუ ესეთ დროს რა თქმა უნდა არასწორი კოდები იწერება ბავშვის ფსიქიკაში და მოკეთ ეხლა მე დღეს უფრო არ წავალ სიღრმეებში თუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს ცალკე თემა არის, მაგრამ მარტივად რო უპასუხო შენს კითხვას, რადგან დაგაინტერესა, აქ არის რამოდენიმე ფაქტორი რა, ძირითადად მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტორი რაც არის, ეს არის გენეტიკური ფაქტორი, რის გამოც ყალიბდება ადამიანი დამოკიდებულად, ასევე არის ჯანსაღი გარემო ოჯახში, ანუ რამდენად ჰარმონიაა ზოგადად დედა და მამას შორის და არ არის კონფლიქტები და არ არიან დაშორებულები და აქვთ ჯანსაღი ესეთი ურთიერთობა და შემდეგ მოდის აღზრდელობითი სტილი, ანუ როგორი წესებით გზრდიან, ფეხს რო დაარტყავ მაგიდას და რო წაიქცევი, მოვარდებიან და ეგრევე გიგوارებენ პრობლემას და გაყენებენ, თუ გელოდებიან, როდის ადგები შენ თვითონ ეცდები მოგვარებას და თუ არ გამოგივა, მე მხოლოდ მაშინ მოვლენ და დაგეხმარებიან. თამაშების სათამაშოებს რო აურე ოთახში რო ითამაშებ და მეორე დილით რო შედიხარ და ყველაფერი დაწკრიალებული რო გხდება, ესეც ხო არ არის ხო სწორი და მართალი, იმიტომ რომ შენი ოთახია, შენი სათამაშოებია, როგორ რაღაცები მიყარე ბავშვმა და რაღაცნაირად უნდა შენ თვითონვე ისწავლო ამ ყველაფრის მოგვარება, ხო, რაღაცა. ანუ მშობლის ერთადერთი ვალდებულებაა ბავშვი დამოკიდებულებებისგან გაანთავისუფლოს და არ დატოვოს დამოკიდებულებაში. და როგორც წესი, უმეტესობა მშობელს ეს ეშლება. იმიტომ რომ როგორ ახლა ჩემი შვილია, ტირის ახლა როგორ არ უნდა მივიდეს, როგორ არ უნდა წამოაყენოს ფეხზე, როგორ არ უნდა ისე ხო, ჰიპერზრუნველობა. ან პირიქით დამჟელობითი სტილი შერაც ვკითხე. ხო, რომ ეს არ შეიძლება ის როგორ შეიძლება და ამ დროს პირიქით იკეტება ბავშვი და ესე იგი მე უსუსური ვარ, მე არაფერი არ შემიძლია, მე
დამნაშავე ვარ და სირცხული გზნობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რადიკალური მიდგომები არც ერთი არ ვარგა. აქ სადღაც ბალანსია. ამიტომაც არის საკმარისად კარგი მშობელის ფენომენი, ხო? იმიტომ რომ არც იქით ხარ, არც აქეთ ხარ. მოკლედ ხო, აი მარტივად რო გიპასუხო, ეს არის. ნუ კიდე იქ რა თქმა უნდა გარემოება თვითონ გარემო სადაც იზრდება ბავშვი, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, უკვე როგორ გამოვლინებას აი მაგათაც თუ სკოლაში ხა ყველა თამაშობს, მისი დამოკიდებულება თამაში გამოვლინდება. თუ სკოლაში ყველა რაღაცა სვავს, მაშინ შეიძლება ალკოჰოლში გამოვლინდეს. თუ მისი კლასელები მარიხუანას ეწევიან, სულ ყველანი, მაშინ მისი დაავადება ამ კუთხით გამოვლინდება. ასე რომ გარემო უკვე მოქმედებს იმ კუთხით, რომ როგორ გამოვლინდება შენი დამოკიდებულება, ხო? იმიტომ რომ თავიდან არავინ არ იცის. ეს უკვე შემდეგ მოზარდობის დროს ვლინდება ხოლმე, როგორც ეს. დაცვითი მექანიზმი არის სუპერეგო, რომელიც არის მორხეული, იმიტომ რომ ბავშვობაში რაღაცები ისე დავიმახსოვრეთ, რომ გონია რომ ესე უნდა იყოს, რასთან სულ ესე იქნება მთელი ცხოვრება. კი, ანუ სულ ვიღაც მოაგვარებს რა, პასუხისგებლობას ვერი. პასუხისგებლობას ვერი. აიგი მოქმედებს შენზე და არ ფილტრი. კი, აი ზუსტად. ანუ თუ სუპერეგო კარგავს თავის დამცველ ფუნქციას და ანალიტიკურ ფუნქციას, მაშინ იდი ეკონტაქტება პირდაპირ ეგოს, სუპერეგოს დაიგნორებით. და ამ შემთხვევაში რა ხდება? ესე იგი, ყოველი ლტოლვა, მისი, ყოველი ეს ძლიერი სურვილი პირდაპირ კმაყოფილდება. ნუ იქ არის ეგოს შემთხვევაში დამცავი მექანიზმიც, აი გულისხმობ იმას, რომ ნებისყოფა არის ეგოს დამცავი მექანიზმი, ანუ რამდენჯერ უთქვამს დამოკიდებულ ადამიანს, რომ არა, ეხლა დღეს არა რა, ხო და აი რაღაცნაირად თავისით რო ასე ვთქვათ, აი რო ხდება, რომ ცუდი იდეა მოუვიდა რა, იდისგან წამოსული რაღაცა ლტოლვაა და არა რა, ერთხელ ეტყვის უარს, ორჯერ ეტყვის უარს, რაღაცნაირად იმაშობა რა, თითქოს თავს აიძულებს, რომ დადგეს მედგრად. მაგრამ ნებისყოფა არის ლიმიტირებული რესურსი. ეს არ არის უსასრულო რესურსი. ანუ ეს შეიძლება რაღაცა რამოდენიმეჯერ შეიძლება დღეები გაგრძელდეს, რომ თქვა, უარი კი ბატონო თავის შეკავებაში იყო რაღაცა, მაგრამ დამცავი სისტემა ძალიან ცნობილი ის არის, რა ქვია, აზრი ესეთი, რომ ნებისყოფა მხოლოდ საკმარისი არ არის დამოკიდებულებასთან ბრძოლაში, იმიტომ რომ მას თუ არ ამყარებს ის ასე ვთქვათ სხვადასხვა ფაქტორები, რაზეც ჩვენ ცოტა ხანში ვილაპარაკებთ, ну მაშინ გამოდის, რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს დროებითია. და ამიტომაც ნებისყოფაც ხლის, რა, ენერგია. ენერგია, პირდაპირ. ხო, სასიცოცხლო ენერგია, აი ტელეფონის ბატარეა რო წარმოიდგინოთ, აი ეგ არის რა, ტელეფონში რაც უფრო ასე ვთქვათ, ბევრს იყენებ, ხმარობ რაღაცეებით და რთული გაქვს, მალე გიჯდება. ხო და ეს არის, აი ეს რაღაცა ასე ვთქვათ, შენი ფიქრები, სურვილები, ლტოლვები იდისგან წამოსულია, სულ ამუშავებს ამ ენერგიას. და მალევე გეცრება. თან აქ აღსანიშნავი ფაქტორი არის ის, რომ ეს ნებისყოფა ასე ვთქვათ, დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს გავარჯიშებული. ამიტომ ეს ნებისყოფაც არის, ну შეიძლება იყოს 100%-ზე, პირობითად ვთქვათ, აი ტელეფონის მაგალითზე ისევ და ისევ შეიძლება დილით რო ხდება 100%-ზე, მაგრამ იმდენად ესეც ასე ვთქვათ მორღვეულია ეს ფაქტორიც, რომ სულ როგორ ხაზად დაიძინებ და დილით რო გაიღვიძებ 100%-ზე მაინც არ აქვს დამოკიდებულ ადამიანს, 65-ზე იღვიძებს, 70-ზე იღვიძებს, ხან 50-ზე იღვიძებს. რატო? იმიტომ რომ არანჯანსარი ასე ვთქვათ ცხოვრების სტილი აქვს ზოგადად. ანუ გაფუჭებული ბატარეა, ხო, ან ჩინური დამტენი გაქვს, ან რაღაცა ეგეთი ამბავია რა, იმიტომ რომ თუ აქვე მიწერია რა, რომ ენერგია, ფოკუსი და ხასიათი. ეს არის ადამიანის სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ ჯანსაღად, პროდუქტიულად იცხოვროს, ხო? ყველაფერი დაზიანებული აქვს დამოკიდებულ ადამიანს. ენერგია არ აქვს, იმიტომ რომ უძილობა აქვს, იქ რაღაცა სულ ამდენი თამაშისგან და ამდენი საათი ტელეფონში ყოფნისგან ან კომპიუტერისგან გვიანი ძინებს, ვერ იძინებს, შესაბამისად ძილი თუ გერღვევა ნუ ენერგიაზე და ხასიათზე და პროდუქტივობაზე ყველაფერზე მოქმედებს აბსოლუტურად უმნიშვნელოვანესია ძილის ფაქტორი ჩვენთვის. ფოკუსი აქვს
ყურადღების დეფიციტი აქვს პირდაპირ, იმიტომ რომ სულ რო ასე ვთქვათ, ტელეფონზე ხარ და სულ სწრაფ დოპამინზე ხარ, შენი ყურადღება აბსოლუტურად გაფანტულია და მე მაგიტომაც არის რომ უკვე რთულ დავალებებზე კონცენტრირება უჭირთ ხოლმე დამოკიდებლები. და მესამე გვაქვს ხასიათი. ხასიათი რა თქმა უნდა სულ ავტომატურად გადარჩენის სისტემა ინტენსიურად რომ სულ ნეგატივში ხარ, სულ ვალები გაქვს რა, სულ რაღაცა ცუდ ხასიათზე ხარ, სულ რაღაცა კონფლიქტები გაქვს, სულ სახლში პრობლემები გაქვს, მეგობრებთან არეული გაქვს, ყველა სფეროში ეს ქაოსი გაქვს რა და შესაბამისად ეს არის მწვავე აქტიურ მდგომარეობაში იდი რომ გადაგარჩინოს თავისი აზრით გადაგარჩინოს, მაგრამ მას ფილტრი არ აქვს, სუპერეგო დაზიანებულია და რა პირდაპირ აგზავნის ეგოსთან სხვადასხვა ასე ვთქვათ იდეებს. ხო, ანუ ეგო შეიძლება ითქვას, რომ არის ეგ დამბალანსებული, იმიტომ რომ ეს ორი სუპირონება საუბრობს ერთმანეთთან, ამათ არც ერთს არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების ფუნქცია, ამათ აქვს მხოლოდ ინფორმაციის ასე ვთქვათ, სურვილის გენერაციის და მისი ანალიტიკის ფუნქცია. და თვითონ ეგო არის ასე ვთქვათ სუპირონება, რომელსაც შეუძლია რომ ამ ორ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს მერე გადაწყვეტილება. მიხდი, ანუ ამან უთხრა რომ მინდა, ამან უთხრა რომ არ გინდა და შემდეგ ეგო არის რაღაცა სასამართლოზე ჯოხის დამბრტყმელი ტიპი, რომელიც იძახის რომ მინდა, ან არ მინდა, ხო ხტები? ეგ არის რა. ან ხო რაღაცა შოკოლადი თუ გინდა, მე-9 გეუბნება რომ რა ვიცი, ხვალ რა და ხო ან 8 ხოჭამ ეს აღარ არის საჭირო და მოდი თავი შეიკავე. ხო ხტები? აი დამბალანსებელი მაგკუთხით არის. ეხა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით მე მგონი ხო ყველაფერი გასაგები არის, თუ რამე კითხვა გაქვს, შეგვიძლია რომ გიპასუხოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, როდესაც ესეთი სევდიანი მოცემულობაა რა, ანუ მიხვდით ხო რომ ეს არის მომაჯადოებელი წრე, საიდანაც დავირუსებული, ასე ვთქვათ, დამოკიდებული ადამიანის გონება ვერ ახერხებს გამოსვლას, იმიტომ რომ მორღვეულია მთლიანად უმნიშვნელოვანესი ანალიტიკური გონება და პირდაპირ ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება და რაღაცა ყოველ ჯერზე როდესაც მოგინდება თამაში, მიდიხარ, აი, არიცი სხვანაირად როგორ მოაგვარო პრობლემა. ხო, ანუ დღეს ხო მაინც უფრო თამაშია, ესა ქვია, აქცენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მოხმარებაც, ალკოჰოლის, ნივთიერებების, დამოკიდებულების, ყველაფერი რა, ამაში ყველაფერი შეგვიძლია რომ გავაერთიანო. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, გამოსავალი რასაც აკეთებთ, არის პირდაპირ უშუალოდ სუპერეგოს, ასე ვთქვათ, პროგრამის თავიდან გადაწერა. ანუ იმ დავირუსებული საოპერაციო სისტემის განახლება და ჩატვირთვა ახალი საოპერაციო, აი Windows-ის გადაყენებას გავს ძალიან რა. და პლუს Windows-ის გადაყენება და რაღაცა ძალიან ძლიერი ანტივირუსის დამატებით ჩამონტაჟება, რომ შემდეგში რომ იდი რომ გამოაგზავნის რაღაცა სარისკო, ასე ვთქვათ, იდეებს თამაშთან იქნება თუ მოხმარებასთან იქნება თუ რაღაცასთან, მარტივადვე ადრეულ ეტაპზე რომ ამოიცნოს ტვინმა და არ გადაიტანოს ქმედებაში. აი, ეგ არის ძალიან ისე მარტივად რომ აგიხსნათ. მაგრამ პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც ადამიანები მოდიან ჩვენთან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემით, ვუხსნით რომ მათში არსებობს ორი პერსონაჟი. შიგნით ერთი არის ჯანსაღი მე, ესე ვეძახით, და მეორე არის არაჯანსაღი მე. მოდი ვთქვათ, რაღაცა მოთამაშე მე. თავიდან ყველა იბადება ჯანსაღი მეთი. ხო, თავიდან ყველა არის ისეთ გამოვლინების უკვე მოზარდობაში ძირითადად, როდესაც ხდება რაღაც კონკრეტული გამოვლინება, იბადება შიგნით ეს მოთამაშის პიროვნება. და იბადებაში გულისხმობ იმას, რომ მას მოყვება და უყალიბდება ხასიათის კონკრეტული დეფექტები, რომლებიც აი აქ მიწერია და მაინტერესებს რომელიმეს თუ არ ეთანხმებით, აი აქ რაც წერია. აი ეს ხასიათის დეფექტები უკვე დამოკიდებულების ფორმირების დროს ყალიბდება, უყალიბდება მოთამაშეს. წაგიკითხავთ.
იმპულსური манипуляცია, ტყუილები, უდისციპლინო, ქაოსი, უნებისყოფო, იზოლაცია, საიდუმლოებებით მოცული, უპასუხისმგებლო, მსხვერპლის როლში, ემოციური გაუცხოება, მოუთმენლობა, ფინანსური უპასუხისმგებლობა, თვითგვემა, სირცხვილი, დაბალი თვითშეფასება, ცრურწმენები და ილუზიები, უარყოფა და თავდაცვაში ყოფნა, პროკრესტინაცია, ანუ გადადება, უიმედობა, ეგოცენტრულობა, არაემპათიურობა. ჩვენ ამ 20 ხასიათის დეფექტის გამოსწორებაზე მუშაობთ, როდესაც აქ ადამიანი მოდის. თუ ესენი არ ასე ვთქვათ, გამოსწორდა და არ გამწვანდა, ხო? ანუ ამის საპირისპირო მიმართულებით, ხო? რაღაცა იმპულსური, აქეთ არაიმპულსური, ხო? რაღაცა манипуляცია და ტყუილები თუ გულწრფელობას ვასწავლით ადამიანებს. უდისციპლინოს და ქაოსს, დისციპლინას, სტრუქტურას ვასწავლით. უნებისყოფობას ვასწავლით, როგორ გამოიჩინონ ნებისყოფა. შესაბამისად, რა ახლა ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ აი რატომ არის რთული როიძახიან აქედან გამოსვლა? იმიტომ რომ ესეთია მოთამაშე, აი ამ ყოველდღიური, ესე ვთქვათ, ხასიათის დეფექტებით და თვისებებით და აი ამ ყველაფერს თუ არ გაამწვანებს და თუ ამ ყველაფერს თუ არ გადაიტანს მის მოწინააღმდეგე საპირისპირო თვისებებში, ანუ თუ არ გააჯანსაღებს თავის თვისებებს, იქამდე გრძელვადიანი შედეგი პრაქტიკულად გამორიცხულია რომ დადგეს. ანუ აქედან როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ რაღაცა პირობითად აღარ თამაშობს, მაგრამ მაინც იტყუება. აღარ თამაშობს, მაგრამ საერთოდ არ აქვს ნებისყოფა. აღარ თამაშობს, მაგრამ მაინც იმპულსურია. აღარ თამაშობს და მაინც ემოციური რაღაცა გაუცხოებები აქვს, ან უპასუხისმგებლოა. ან დაბალი თვითშეფასება აქვს. ანუ მარტო არ თამაში არ არის შედეგზე გასვლა. ანუ ეს არ არის, ეს არის თავშეკავება რა. მაგრამ ჩვენ პირველი, როდესაც ადამიანი მოდის, ვიწყებთ იდენტიფიცირებას, აქედან რამდენი ხა ეს ისე ჩამოთვალე, ხა ყველა არ კონდეს ადამიანს, მაგრამ უმეტესობა უმეორდება. ვიწყებთ მკურნალობის გეგმის შედგენა ზუსტად თუ სად გვაქვს სამუშაო, რეების გამოსასწორებლებზე გვაქვს და ყოველ ჩვენთან მოსვლაზე ადამიანი აი სათითაოდ ამ თემებს გავდივართ თუ როგორ არ უნდა იყო იმპულსური და როგორ უნდა იყო რაღაცა ცნობიერი. როგორ რატომ არ უნდა მოიტყუო და რა ფენომენია ზოგადად ტყუილები და манипуляციები და რა მნიშვნელოვანია და მაგარია გულწრფელობა ცხოვრებაში. რა არის უდისციპლინობა და რა მნიშვნელობა აქვს სტრუქტურის შემოტანას ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში. თუ დაკვირვები ხართ ასე ვთქვათ, უდისციპლინო და უსტრუქტურო ადამიანი, ძალიან უჭირს ესეთ ადამიანს რაღაცეების, მიღწევა ცხოვრებაში, იმიტომ რომ მგონია, რომ როდესაც დამოკიდებულ ადამიანს აქვს ბევრი დრო, ზუსტად მაგ დროს აქტიურდება აი ის, ასე ვთქვათ, დაზიანებული თვითგადარჩენის სისტემა და გეუბნება, რომ ეხლა მოწყენილი ხარ, წადი რაღაცა ქენი, ეხლა ხო დრო გაქვს, წადი ითამაშე, აი ხა ის ქენი, ეს ქენი და მაგრამ როდესაც გაქვს ეს სტრუქტურა, პრიორიტეტებად ჩამოწერილი, შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხებისგან შემდგარი, შესაბამისად მე უფრო დროს აღარ აძლევ დამოკიდებულებას, რომ გამოავლინოს თავი, იმიტომ რომ ჩახედავ დღის გეგმას, გიწერია ყველაფერი თავიდან ბოლომდე, მიყვები რა, ჯერ ამას აკეთებ, მე ამას აკეთებ, მე ვარჯიშობ, მე წერ, მე აზიარებ, მე რაღაც პირობითად მუშაობ, მე რაღაცა ჯანსაღად იყვებები, მე წიგნს კითხულობ, მე სპორტით ხარ დაკავებული და ასე შემდეგ და ჩვენ შევდგებით, რა ვიცი, ყველას გვაქვს 24 საათი. და ყველას საშუალოდ ასე თუ ისე, რაღაც 7-8 საათი გძინავს და სულ არის ლაპარაკი 15-16 საათი. თუ ეს 15-16 საათი კონკრეტულად იქნება გაწერილი ჩვენივე პრიორიტეტებზე მორგებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანი აქტივობებით, მაშინ უმცირებთ შანსს. მე არ ვიძახი, რომ ეს ერთადერთია თქო, რაც აუცილებლად, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ უბრალოდ გზა მოუჭრათ დამოკიდებულებას და არ მივცეთ დრო და ენერგია იმისთვის, რომ თავი გამოავლინოს, ხო? ასე რომ აი ეს სათითაოდ ყველაფერს მივყვებით, რა თქმა უნდა ფინანსური უპასუხისმგებლობის სწავლა ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
სხვანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ თუ რაღაცა ზარალდება რამე, ამ შემთხვევაში ფინანსური ზარალები თითქმის ყველა ოჯახში არის და ამ კუთხითაც ვეხმარებით ადამიანებს რაღაცა როგორ უნდა მართონ ეს ფინანსური ვალდებულებები იქნება თუ სხვადასხვა ადამიანებთან აღებული გარკვეული ვალდებულებები, რაღაცა სტრუქტურის შედგენა, რაღაცა ეტაპობრივი გადანაწილებებით, გადახდებით და ასე შემდეგ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი არ იყოს მუდმივად სტრესში, სულ აქედან გამოწვეული ფაქტორებიდან გამომდინარე. პროკრესტინაციაზე რა თქმა უნდა არაფერს აღარ ვიძახი რა, რომ სულ გადადება, სულ ხვალ, სულ აი მე რევიზაო, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეხლა რო გააკეთო რაღაცა იმას მე ბევრად მეტი ენერგია უნდა, ბევრად მეტი ყურადღება უნდა, ხასიათიც უნდა, ყველაფერი უნდა, რაც დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს. და აი ბოლო დღემდე მიიყვანს და მე თურმე მიხვდება რომ 1 საათში შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ აი მაინც ესე რატომღაც აუცილებელი რო არ ჩათვალა, არ გააკეთა და არ გაიყვანა ბოლოში. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათის დეფექტები, რომლებისგანაც რეალურად შედგება ამ შემთხვევაში თამაშთან დამოკიდებული ადამიანი. შესაბამისად, ეს 90 დღიანი პროგრამა ჩვენ რასაც ვიძახით, ეს არის რაღაცა საერთაშორისო სტანდარტი, სადაც მინიმალური ვადაა იმისთვის, რომ ადამიანმა ეს ყველაფერი არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ დაინტეგრიროს უკვე თავის ცხოვრებაში, თავის ყოველდღიურობაში და უკვე გადაიტანოს ეს ყველაფერი ჩვევის დონეზე, ხო? და ზუსტად ის ინსტრუმენტები და ის მეთოდოლოგია, რასაც ჩვენ ხმარობთ, გეხმარებათ იმაში, რომ ეს ამოცანა, ასე ვთქვათ, განახორციელოთ თქვენს ყოველდღიურობაში. გულისხმობ იმას, რომ თუნდაც დავალებების კეთება, რაც არის ქცევაზე ორიენტირებული დავალებების კეთება და რაც არის მთლიანად კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისგან აღებული, ასე ვთქვათ, უმძლავრესი მექანიზმი, რასაც ადამიანი ყოველდღე აკეთებს. ანუ ჩვენამდე რომ მოიტანოს ის ინფორმაცია თუ რა შეცდომებს უშვებს, როგორ აანალიზებს მოვლენებს, რა ატრიგერებს, რა აღიზიანებს, რას როგორ აფასებს. და შემდეგ ამ ინფორმაციის მიხედვით ჩვენ ვცდილობთ რომ მათ დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც შემდეგ ვაძლევთ აქედან გამომდინარე ვაძლევთ ფსიქოგანათლებას, რაც მოიაზრებს ემოციების რეგულაციას, რაც ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი არის და ადამიანებს უჭირთ, დამოკიდებულ ადამიანებს უჭირს ემოციების რეგულაცია, მალე გამოდის მწყობრიდან, სულ ღიზიანდება ყველაფერზე, სულ ნეგატივშია და არ იცის როგორ გააკონტროლოს, ხო? ანუ აი ეს მთლიანად ეს ემოციური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით უზიარდება ამ ადამიანს და შემდეგ უკვე აპრაქტიკებენ ხოლმე თავიანთ ცხოვრებაში. დამოკიდებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტივად არ მოხვდეს ნეგატიურ მდგომარეობაში. და იმას ვასწავლით, რომ ემოციური ბალანსის მდგომარეობა, ანუ ნერვული სისტემის ბალანსი, ეგრეთ წოდებული ჰომეოსტაზის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა. არა ბედნიერება, არა ნეგატივი, არამედ უბრალოდ კარგად ყოფნა, უბრალოდ დაბალანსებულ მდგომარეობაში ყოფნა. და დღესდღეობით სამწუხაროდ ეგეთი მდგომარეობა აღიქმება როგორც მოწყენილობად. აი უბრალოდ ყოფნა და რა ვიცი, ჩვეულებრივი ემოციების განცდა, უმეტესი ადამიანი გეტყვის, რომ რავი, უაზროდ ვარ, მოწყენილი ვარ, ხო, რაღაცა უნდა გავაკეთო, ხო, აბა ესე ხوار ვიქნები. ვიხდი, აქედან იწყება ყველაფერი, აქედან აქტიურდება თვითგადარჩენის სისტემა, ხო? მოწყენილი ხარ, კარგი, მაშინ ამიგდალა დაგიგენერირებს რაღაცა, ასე ვთქვათ, აქედან თავის დასაღწევ იდეას და შესაბამისად დაიქოქება ისევ ესწრე, ხო? ამიტომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ადამიანის ემოციურ, ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ვცდილობთ, რომ მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე თავი ავარიდოთ ესეთ სიტუაციებს, გარემოებებს, სადაც თვითონ ვარდება მე ადამიანი ამ ნეგატიურ ემოციებში, ხო? და თუ ჩავარდება, არც ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ უზიარებთ ინსტრუმენტებს,
ისეთ ინსტრუმენტებს, სადაც რომლის გამოყენებითაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდნენ ამ ნეგატიურ ემოციებს ისე, რომ პირობითად ქმედებაში არ გადაიტანონ. ხო? ანუ თუნდაც მეტაკოგნიცია შეიძლება ზოგიერთს გაგიგიათ, ხო? ეს არის ფიქრებზე ფიქრის პროცესი. ხო? ანუ ფიქრი, ხო, 90% არის ტვინი. ეს ვიცი, ამაზე აღარავინ აღარ დაობს, რომ ტვინი არის ცალკე, ასე ვთქვათ, მდგარი საოპერაციო სისტემა, რომელიც ჩვენ გვემსახურება და ის ჩვენ ვართ სუფთა ცნობიერება, რომელიც ამ ტვინს აკვირდება. მე მიყვარს ამ ეპითეტის მოყვანა, ანუ ჩვენ ვართ ცა და ტვინისთან დაგენერებული ფიქრები არის ღრუბლები და ჩვენ ზემოდან უყურებთ ამ ასე ვთქვათ ღრუბლებს და ამ ფიქრებს და ზუსტად ეს მეტაკოგნიციის პროცესი გვასწავლის იმას, რომ ამოვირჩიოთ რომელ ღრუბელს, რომელ ფიქრს მივცეთ ენერგია და რომელს არ მივცეთ ენერგია. ანუ იდენტიფიკაცია გავაკეთოთ პირველივე ეტაპზე, ხო? ანუ თუ დაგენერირდა რაღაცა მინდა, ხო, აი მინდა, რომ იქვე გავაკეთოთ იდენტიფიცირება და ამოვიცნოთ, რომ ეს არის საფრთხე. ეს არის ჩვენთვის რაღაცა დესტრუქციული ქმედება და რომ ამაში ენერგიის შადება არ ღირს, შესაბამისად სუპერეგომ გააჩეროს ეს იმპულსი და არ გაუშვას ეგოსთან. ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ნეირომეცნიერებაში და ზოგადად ტვინის უბნებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი არის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც არის საკმაოდ დიდი უბანი, რომელიც აერთიანებს სუპერეგოსაც და ეგოსაც. მაგრამ სუპერეგოში უფრო არის ჩართული ორი ქვედა უბანი, ეს არის სარტყელისებრი ქერქი და დორსოლატერალური ქერქი და ეგოს შემთხვევაში არის ვენტრომედიალური ქერქი, მაგრამ ორივე პრეფრონტალური კორტექსია. ანუ ნახეთ რისი თქმა მინდა, პრეფრონტალური კორტექსის ძირითადი და მთავარი დანიშნულება არის ინფორმაციის ანალიტიკა და აღსრულება. და ეს ამ სამკუთხედიდან ბალანსი იმიტომ ირღვევა, რომ ერთ-ერთი რგოლი ითიშება დამოკიდებული, ანუ ანალიტიკის ფუნქციას რო კარგავს ტვინი და ასე ვთქვათ, ვეღარ აანალიზებს იმ საფრთხეებს და ვეღარ იჭერს და მუხრუჭებს ვეღარ აჭერს, შესაბამისად ერთ-ერთს ერჩება იდი ეგოსთან და იდის ძალა, ანუ ის იმპულსი ბევრად უფრო ძლიერია და ულიმიტოა, ის არ ჩერდება, მიხვდით და იდის ეგოს რესურსი ლიმიტირებულია რა, ის გააგზავნის საოცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ თამაში მინდა, ის იცავს თავს, იცავს სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და მეშვიდეჯერ უკვე გაუთავდა ბატარეა, დაჯდა და ვეღარ იცავს და გადააქმედებაში იტყვის, ოგო, კაი, ჩავრიცხავ ერთ და ვითამაშოთ რაღაც. მიხვდი, ანუ, როდესაც იდი და ეგო ერთ-ერთს რჩებიან, აი, უეჭველი წაგებული ამბავია რა, ანუ, უეჭველი იმარჯვებს იდი, იმიტომ რომ ეს არის უწყვეტი ენერგიის წყარო, არასდროს არ ჩერდება და ეს ლიმიტირებულია. ხო, მე მგონი მარტივად ვსმი, ხო? მაგრამ ნახეთ, როდესაც სუპერეგო არის ჯანსაღ მდგომარეობაში, რომელიც ასევე პრეფრონტალური ქერქის შემადგენელი ნაწილია და თუ ამის გაძლიერებას და გაჯანსაღებაზე, როდესაც გამოსავალი ერთვება და ახალი საოპერაციო სისტემა ყენდება, შესაბამისად სუპერეგო და ეგო ერთიანდებიან. ანუ პრეფრონტალური ქერქი არის ბოლომდე ჯანსაღ მდგომარეობაში. ანალიტიკური და აღმასრულებელი უბნები არიან შერწყმული, როგორც გუნდი ისე მოქმედებენ და შესაბამისად მათემატიკურად, ლოგიკურად, ყველანაირად 2-1-ზე გამოდის და ამიტომ იდი მარცხდება უკვე ამ მოცემულობით, ხო? ანუ ჩვენი პირდაპირი და ასეთი უმთავრესი ამოცანაა, რომ ვიმუშაოთ ამ ახალი საოპერაციო სისტემის ინსტალაციაზე დამოკიდებულ ადამიანთან, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს ახალი ღირებულებების და ფასეულობების ინსტალაციას, ასევე მისცემს მას ნეირობიოლოგიის მარტივ ფუნდამენტურ განათლებას, თუნდაც ეხა ეს ნაწილი ეხა დღესაც გიყვებით, რაღაცა ნაწილი არის, ანუ ტვინში რა ხდება რა როგორ მუშაობს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ადამიანს და მეტი, ასე ვთქვათ, ცნობიერება აქვს, მით უფრო შესაბამისად მეტი დამცავი მექანიზმები აქვს, ხო? ანუ სხვადასხვა პერსპექტივებიდან რო იცნობ შენს პრობლემას და სიღრმისეულად რო იცნობ,
რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შეგიძლია რომ გააკონტროლო ის, ხო? იმიტომ რომ გააქვს ეს ცოდნა, ტექნიკები, ასე შემდეგ, რა. შემდეგი რაც არის ეს ფსიქოგანათლება და უყვებით და უზიარებთ დამოკიდებულებასთან კავშირში მქონე ყველა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან მასალას, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა იცოდეს და ასევე ეს არის ინსტრუმენტები. აი ინსტრუმენტებში მე აქ გულისხმობ CBT-ის ძალიან ძლიერ ტექნიკას, რომელიც არის ეს თქვენს მოგეხსენებათ ალბათ ეს ფიქრი, მოვლენა ფიქრი, ემოცია, შეგრძნება სურვილი, შედეგის მოდელი, სადაც აი ზუსტად რომ ამ პირველივე ეტაპზე, როდესაც ხდება ამ ტრიგერის იდენტიფიცირება და სადაც ტოლვა იბადება, იქვე რომ მოხდეს იდენტიფიცირება და ამის დაჭერა, რომ არა ეს ჩემთვის არ არის სასარგებლო ფიქრი, მოდი ამას მე არ მივცემ ენერგიას და ამას არ გავაკეთებ და ამის მაგივრად ჩავანაცვლებ მაგალითად რაღაცა ჯანსაღი ქცევით, ხო? თუნდაც გავისეირნებ ან რაღაცა სპორტით დავკავდები ან წიგნს დავიკითხავ ან რაღაცა ბევრი ვარიანტია ამ შემთხვევაში. ხო, არ ვიყიდი Red Bull-ს, Coca-Cola-ს, დავავლევ წყალს რა, რაღაცა. არ გამოვიძახებ რაღაცა 5000 კალორიან რაღაცა ბურგერს და რაღაცა შევჭამ რაღაცა ვრაპს. უხეშად ვიძახი. თუმცა ის ერთხელ რო გააკეთო ეგ და ორჯერ ოკეი არის რა, მაგრამ აქ არის ობსესიურ კომპულსიურ აშლილობაზე ლაპარაკი, რომ ყოველ ჯერზე რო ან 10-დან 9-ჯერ რო მაგას აკეთებ თორე ხა. ეს ჭიდეები და რაღაცები მოსულა კაცო, მაგას არ ვიძახი. მე არის ეს სხვადასხვა ინსტრუმენტები. ინსტრუმენტებში აქ არის ტოლვის კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ტექნიკა, ხო? აქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სუნთქვითი ვარჯიშები, mindfulness-ის ტექნიკები, დამიწების ტექნიკები. როდესაც ტოლვა შემოდის ორგანიზმში, სხეულში, ამას ხშირად ადარებენ ტალღას, აი ტალღის ეფექტს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იმპულსი, აი მინდა რაღაცა ძალიან რო გინდა, აი თითქოს აი შეპყრობილი ხარ, ანუ გონია რომ ეგაა რა, ანუ აქ რაც ხდება, ტვინში რაღაცა დაგენერირდა რაღაცა სურვილი და ესე იგი გონია რომ უეჭველი გინდა. მაგრამ ჩვენ რასაც ვასწავლით ადამიანს არის ის, რომ ასეთ დროს არ მიიღოს ეგრევე გადაწყვეტილება, დააკვირდეს, ამოიცნოს ეს კრეივინგი, აიღოს პაუზა, გადადგას გვერდზე ნაბიჯი თავისი სხეულიდან, გააკეთოს ეს განცალკევების ტექნიკა და გვერდიდან შეხედოს უკვე რა ხდება თავში. რა პროცესები მიდის თავში, გვერდიდან დააკვირდეს, იყოს ცა და დააკვირდეს ამ ღრუბლებს. და ამოიცნოს რეალურად ის მართლა მინდა თუ ჭირდება, ხო? და აი ეს არის უნიშნულოვანესი ტექნიკა, რომ ადამიანი იყოს ცნობიერი და არ იყოს ავტოპილოტზე. რაც ურთულესია, იმიტომ რომ ჩვენი მოცემულობით ტვინი ისედაც ავტოპილოტზეა 90% და უფრო მეტი ჩვენი არის ეს კვეცნობიერი მხარე, რაც არის ეს ბევრი გამეორებები, წარსულიდან წამოსული რაღაცა ასე ვთქვათ ის პროგრამა, რაც გმართავს, ხო, ეს ჩვენი თავდაცვის მექანიზმი. იდისთან ჭიდრო კორელაციაშია სხვა შორის ეს კვეცნობიერი ნაწილი. მაგრამ ჩვენ აი ტვინის ნეიროპლასტიურობის ხარჯზე ტვინს აქვს ეს ძალიან კარგი ფუნქცია, რომ შეგვიძლია გამოვწვრთნათ. ანუ არ არის ის, რომ აი რაც არის ეგ არის რა, რო იძახიან, ხო, რაღაც დამოკიდებული ადამიანი ვერასდროს ვერ გამოსწორდება თუ რაღაცა. რა, ტყუილია, მითია. ნეიროპლასტიურობის ხარჯზე აი ამ ნაბიჯების ხარჯზე, რასაც დღეს მე გელაპარაკებით, აბსოლუტურად მიღწევადია. და გვაქვს ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ამდენი წლის მანძილზე, ხო? ეს გამოჯანმრთელებული ადამიანები და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ეს ინსტრუმენტები თუ მაინც და მაინც მოხდა, რომ ჩავარდით ამ ტოლვის ამბავში და მაინც მოგინდათ ამ შემთხვევაში ან თამაში მოხმარება, რაღაცა, რო გქონდეთ ეს დამცავი ავიც მე ანკეს და ბადეს ვეძახი რა, რომ აი დაიჭირო, ამოიცნო რომელი თევზი არის შენთვის ის რა ქვია, არასასარგებლო, რომ დაიჭირო და რომ გაუშვა პირობითად რა, რომ არ შეჭამო, ხო? ან სოკოზე რომ იმაშვები, რა ქვია, გადიხარ დასაკრებად და რომ მიხვდი რომელია შხამიანი და რომელი არ არის შხამიანი. აი დაახლოებით ეგეთი ამბავია ინსტრუმენტები რა, რომ ის ფიქრი რაც ეხა შემოგივიდა, ნამდვილად გინდა თუ გჭირდება. მიხვდი, ანუ აი ეგეთი ესე ვთქვათ ტექნიკები რა, რომ მოგეხმაროთ მაგეების ამოცნობაში. კიდე რას ვაძლევთ ჩვენ, ხო, ადამიანებს? ეს არის უპირობო მიმღებლობა და თანადგომა.
არავის არ ვაკრიტიკებთ, არავის არ გამსჯით, არ გეუბნები რომ რატო ითამაშე, რატო წაესწრა, შეიძლება როგორ დაგემართა. არა, ეგ პოზიცია არ არის. ჩვენი პოზიცია არის ბოლომდე მიმღებლობა ადამიანის, იმიტომ რომ გვესმის ამ ყველაფრის პრობლემის სიდიდე და მნიშვნელობა ჩვენს გაგვიულია ეგ თავის დროზე. შესაბამისად ვიცით რომ ეს არ არის მარტივი გზა და ადამიანის თანადგომა და მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე. თუნდაც ჩავარდნები, ეგეც მოსულა. ეს არის, რა ქვია, გზის, რაღაცა ამ გრძელი გზის ნაწილია რა. ხო? მაგრამ აი ეს ამ შემთხვევაში არ უნდა გავაკრიტიკოთ ადამიანი და ჩვენ გვაქვს თანადგომაში აქ გულისხმობ ასევე ოჯახის თანადგომასაც. იმიტომ რომ დაავადება მოგეხსენებათ რომ არის ოჯახური დაავადება, როდესაც ერთი დამოკიდებული ადამიანია ოჯახში, მას ჩართულები არიან ოჯახის წევრები, დედა, მამა, მეუღლე, ბავშვი, ასე შემდეგ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომების ინტეგრაცია უკვე ოჯახთან, რომ სწორად მოხდეს მართვა და დამოკიდებული ადამიანის ესე ვთქვათ ეს გამოჯანსაღების პროცესი და მას ხელი არ შეეშალოს იმ გარემოდან თუ რეჰაბში არ არის, მაგრამ რეჰაბიდან როდესაც ჩამოდიან, მაშინაც რო ხდება რესოციალიზაცია და მაინც არის ეს რისკები, ასე ვთქვათ რა. ამიტომ ოჯახთან ინტეგრაცია, რესოციალიზაცია, თანადამოკიდებულების ფენომენი, ასე შემდეგ, ანუ ამ კუთხითაც ჩვენ ძალიან ისე ვართ აქტიურად ვართ ჩართულები და ვაწვდით ადამიანებს ამ ფსიქოგანათლებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და მე ვფიქრობ, რომ ესეთია, ანუ ძალიან უნიკალური არის, ეს არის საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ეს არის ის რამ, რაც ადამიანს აძლევს ყველაზე დიდ ნდობას და ყველაზე დიდ რწმუნებულებას იმისა, რომ ეს ყველაფერი მუშაობს. იმიტომ რომ რაც არ უნდა გელაპარაკოთ ადამიანმა, თუ თვითონ ეს ყველაფერი თავის თავზე არაა გავლილი, მაინც გაქვს რა ის რაღაცა ასე ვთქვათ, ბოლომდე უნდობლობის მომენტი, რომ შენ რა იცი ხა, შენ თვითონ არ გაგივლია და რას ხო და თუნდაც რაღაცა PhD კონდეს მაგალითად გაკეთებული ვიღაცას და რაღაცა ჰარვარდი კონდეს რაღაცა ნეირომეცნიერებაში დაცული ან რაღაცა გემბლინგის ის იყოს, საქმე პროფი იყოს, თვითონ თუ არა აქვს გავლილი, მაინც ეს უნდობლობა არის ხოლმე რა და ამ კუთხითაც ჩვენ შეგვიძლია რომ დავიკვეხნით იმაში, რომ ერთადაც რა ვიცი, ყველა ადამიანს აქ უნდა მუშაობ, თქონდა ამ პრობლემასთან შეხება და დღესდღეობით საბედნიეროდ უკვე სხვა სიტუაციაა, ხო? ამიტომ ესეც ამყარებს ამ, ასე ვთქვათ, ჩვენ ცოდნას და ჩვენს გამოცდილებას და კიდევ ერთხელ ვიძახი, როდესაც აი ეს სისტემა, ეს ახალი საოპერაციო სისტემა იწერება დამოკიდებული ადამიანის თავში, ეს სამკუთხედი არის უფრო ასრულებს ჯანსაღ ფუნქციას და ეს ნაწილი, ანუ ტვინის ანალიზი ნაწილი ერთიანდებიან, იმიტომ ისედაც ერთი უბნის ქვეუბნები არიან და ერთიანდებიან და შესაბამისად ძალიან მარტივია უკვე ორი ერთზე ნეგატივთან გამკლავების ფუნქციის შემსრულებელ, გადარჩენაზე პასუხისმგებელ იდისთან, ასე ვთქვათ, დაპირისპირება და მარტივად უმკლავდებიან იქიდან წამოსულ არაჯანსაღ მოთხოვნილებებს. ასევე მუშაობთ, რა თქმა უნდა, ნებისყოფაზე და აქ მუშაობთ შინაგანი მოტივაციის გაღვივებაზე, იმიტომ რომ ადამიანს თუ არა აქვს მოტივაცია და თუ მართლა თვითონ არ უნდა ამის გაკეთება, ჩვენ ძალით ვერ შევუქმნით ხა რა. შეგვიძლია დავეხმაროთ, მონაწილეობა მივიღოთ რაღაცა, მაგრამ უფრო კარგია, უფრო სწორია თუ თვითონ აქვს უკვე გადაწყვეტილი, აღიარებული, რომ რავი, ბევრი წელია წრეზია, ვერ გამოდის და რაღაცნაირად ხელები უნდა გქონდეს აწეული, ხო? მაგრამ ჩვენ მერე შემდეგ უღვივებთ ამ მოტივაციას და უფრო, ასე ვთქვათ, ვაჯერებთ ამ ყველაფერს, რომ ეს მართლა შესაძლებელია, ხო? ჯანსაღი ჩვევები დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს რომ კონდეს ჯანსაღი ჩვევები, რაც როგორც წესი დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს ხოლმე, იმიტომ რომ აქაც იმას ვეჯახებით, რომ რავი, ვარჯიშის შემთხვევაში, რავი, ხა ძალიან რთულია, ხო? როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი, ხა, რა ვიცი, დაღლილი რო არის და რო უნდა რომ მოდუნდეს
ამ სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაიცვა, ადგე, წახვიდე, რაღაცა არბაში, ივარჯიშო, მერე დაბრუნდე, ეს კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ აკეთო და შედეგი, რა ვიცი, ეგრევე არ ქონდეს. დამოკიდებულ ადამიანი ეგრევე სწრაფ შედეგზე ორიენტირებულია, რავი, ერთხელ, ორჯერ, 3-ჯერ მაქსიმუმ შეიძლება წავიდა და უკვე აღარ ჯერა ის პროცესი. გაურკვეველი ჯილდო, ან გამომივა, ან არ გამომივა, რა თქმა რა იმის კეთება, აგერ დავждები ტელეფონში TikTok-ს ჩავსხოლა, ბევრად უფრო გამისწორდება რა. უხეშად რო თქვა, ხო? იმიტომ რომ ეგრევე კარგად გძნობ თავს, შედეგი ეგრევე მაქვს რა. შესაბამისად, ჯანსაღ-ჩვევებზე ინტეგრაცია თვითონ უჭირთ თავისით. დამოკიდებულ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით, რომ რაღაცნაირად დავაჯეროთ, რომ ეს მნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ცხოვრებაში, რაც მე თვითონ რა თქმა უნდა ეხმარებათ, თუნდაც აი ამ ახალი, ასე ვთქვათ, საოპერაციო სისტემის ინტეგრაციაში და ყოველდღიურობაში უბრალოდ ეხლა ჯანსაღი ჩვევები რას ნიშნავს, ხო? ანუ აი ეს სამი კომპონენტი, რაც წეგანაც ვახსენე, ენერგია, ფოკუსი, ხასიათი, სამივეს ავითარებს. ვარჯიშზე სიარული პირობითად რო ვთქვათ, სამივეს ავითარებს, ხო? ანუ ენერგია, ენერგიის დონები გეზრდება, ფოკუსი და კონცენტრაციაზეც მოქმედებს, ხასიათი გიუმჯობესდება და შესაბამისად ის ბატარეა, რომელიც თავიდან ვახსენეთ, მაღალ დონეზე გაქვს, რა დილითაც კარგად იღუძებ, ხასიათიც კარგი გაქვს და შესაბამისად უფრო გიადვილდება იმ დავალებების კეთებაც, ჩართულობაც, რა ვიცი, ბევრი რაღაცეების თუნდაც მუშაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა. აქ ასევე ჩვენ რაზეც მუშაობთ, ეს არის დისციპლინა და სტრუქტურის შემუშავება, რაც წეგანაც ვახსენე და ეხლა მოკლედ ვიტყვი. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ისევ და ისევ ვიძახი, ადამიანს ქონდეს გაწერილი ყოველდღიური სტრუქტურა, გეგმა, რა ვიცი, ყოველკვირეული გეგმა, მაგრამ უფრო კარგია თუ ყოველდღიური იქნება, რომ მიეჩვიოს ამ დისციპლინას და რაღაცნაირად შეძლოს სტრუქტურაში ჩაჯდომა, ასე თქვათ, და რითმში ჩაჯდომა და არ ქონდეს მას თავისუფალი დრო და იყოს პროდუქტიული. საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ, მე დღეს მინდოდა თქვენთვის ხაზი გამესვა იმაზე, რომ აქ არ ხდება მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ ერთ მავნეჩვევაზე თუ რაღაცა გამოვლინებაზე, დაავადების გამოვლინებაზე მუშაობა, ეს არის პიროვნული ტრანსფორმაცია. ეს არის ადამიანის ძალიან ბევრი ფუნდამენტური დესტრუქციული ხასიათის თვისებების გაჯანსაღება. ბევრი გამოვიდა ეს თემა და ვიცი ეს თემა, რა აი სუპერეგო და იდი, ან სუპერეგო როგორც ჩემი შინაგანი მშობელი, ხო? და ეგო როგორც ბავშვი არ ვიცი, მაგრამ ეგო როგორც შემასრულებელი ფუნქციების მატარებელი რა და ცალკე იდი, ან ჩემი რაც მინდა ბავშვობიდან მოთხოვნილებები, კაროჩე. სამივე ერთად სხვადასხვა რაღაცა რო არის ფუნქციები შეიძლება მიეცეს სხვადასხვანაირი ცალ-ცალკე, ან ვისი რო შეიძლება მიეცეს და ეგ არაჯანსაღი გამოდის, მათი გზა როგორი არსებობს, ეგ მაინტერესებს, რომ სუპერეგო რასაც შეიძლება, რომ შინაგანი მშობელის დასრული, ანუ ვინც უფრო ჩამოყალიბებული ნაწილი არის ეგო, როგორც შეიძლება არ მოусმინო შინაგან მშობელს და იდი, ჩემი იდი საერთოდ სხვა რაღაცას კარნახობდეს და ცალ-ცალკე რომ მუშაობენ, მაგას რამე სახელია, აქ ამ დაავადება არის ესეთი? არა ეგეთ და დესტრუქციული ქსელები ეგრე. ხო, დესტრუქციული ქსელებია, ტოლვებია და ყველას თავის ფუნქცია აქვს. და უბრალოდ თუ იდი არ იცვლება, იდი არასოდეს არ იცვლება, სულ აქვს ერთი ფუნქცია, რომ უნდოდეს რაღაცა. ბავშვობიდან, მე თქვენ არ იყავით, მე თავიდან ბევრი ველაპარაკე ამაზე და ალბათ მაგიტომ გაგეშთეთ ეს კითხვა. ხო, ანუ ეგ არის, რომ ეს არ იცვლება, სუპერეგო იცვლება და ზიანდება და მაგიტომაც არის, რომ ეს გამოდის მწყობრიდან და შემდეგ, რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი რგოლი ითიშება პირდაპირ კომუნიკაციაზე გადიან იდი და ეგო, ანუ სურვილი და მოთხოვნილება ეგრევე კმაყოფილდება
და ამას თუ მამოძრავებელ ძალას თუ არა აქვს ფილტრი, ის ეგზისტენციალური მოთხოვნილებების გარდა მაგნეთ შვებებზეც ხო არის ორიენტირებული, ხო, რომ სწრაფად გამოგიყვანოს ნეგატივიდან და ამიტომ ფილტრი არ არის და პირდაპირ ადამიანი ხდება ზუსტად მაგიტომ დამოკიდებული ნებისმიერი სკროლვა, ხო, რა ვიცი, პორნო. ჩემს შემთხვევაში მეც მეორე გადავიდოდი და თავიდან რესერჩი რომ მოვედი ძალიან დიდი მქონდა გაკეთებული რა. თუმცა ამ რესერჩის მიუხედავად ვერ ვახერხებდი რომ პრაქტიკაში გამომიტანო. თეორიულად გეტყოდი ყველაფერს რა, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ვერ ვახერხებდი მაგას, რომ აი რაღაც პერიოდი დავიწყებდი, 2 კვირა, 3 კვირა მე რო ვახერხებდი, მაინც ეს იდი იმარჯვებდა რა და აქ უკვე ის ჩემი ცოდნაც რაც მქონდა კიდე აქ რაც დამოიმატა და უკვე პრაქტიკაში რომ გადმოვიდა და უკვე ვისწავლე აქ ის რომ აი ეს თეორიული ცოდნა გააქვს, მაგრამ თუ არ გამოიყენე აზრი არ აქვს, ხო? მაგ ვიცი, მაგრამ აი აზრი ვერ ვიყენებდი შენო. ხო, ვერ ვიყენებდი. და ეხლა ვიყენებ ის, აი ორი რაც პრაქტიკაში დავიწყე უკვე ვისწავლე ეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში როგორ გადმოვიტანო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეგაა, რომ თეორიულად ვიცი რომ ანუ შევაჯამებ, მეგობრებო, რომ დავასრულოთ ლაივი, მოკლედ აქ არის კომპლექსური მიდგომა. ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიძახი ერთი რაღაცა დისციპლინა, თუ ნებისყოფა, მარტო და რაღაცა ჯანსაღეთშევა. აქ არის აი ეს ამის ყველაფრის საწინააღმდეგო რო ჩამოწვევ, აქ დაახლოებით 20 ხასიათის დეფექტია. ეხლა 20 ჯანსაღი ხასიათის თვისების გამომუშავება, ხო? ეს არის ძალიან დიდი შრომატევადი სამუშაო. და ამ ყველაფერს მე თვისებების დონე ამის გააჯენა ხასიათი, ანუ თუნდაც ჩვევის დონეზე გაჯენა, ეხლა თუნდაც აი ნებისმიერი მათგანისას, ხო, უნდა გარკვეული დრო, ხო? შესაბამისად, მაგიტომ ვიღებთ ამ მინიმუმ 3 თვიან პერიოდს, ამ 90 დღიან ვადას, რომ ადამიანმა არა მხოლოდ გაიგოს ეს ყველაფერი, არამედ ინტერნალიზაცია გაუკეთოს, გაიჯინოს და ცვლილებები მოახდინოს თავის ცხოვრებაში, რაც იქნება შემდეგ უკვე იმის მაღალი ალბათობით, ასე ვთქვათ, ექნება იმის შეგრძნება, რომ ის ამ პრობლემას, ვთქვათ, მოაგვარებს უკვე გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე. ეს IFS სისტემა ხო დაახლოებით. არ ვიცი რა არის ეს. Internal family system. აი, მოდი დავასრულოთ და შემდეგ გავაგზავნოთ.